დილამშვიდობის ხალხნო წარმოგეთ მეცინება უბრალოდ მართლა აი სხვა გზა რო არა გაქონდა ეგ მომენტი არის და კიდე კაი აპტეკი ამ კიდე კაი გამეღვიძა რის 22 წუთია შუქი მაქვს ჩაწეული ჯერ ჩემ ტელეფონს ძალიან ესე აჩირაღდნებულს არასდროს არ იმაშვები ხოლმე იმიტომ რომ ბატარეა მჭირდება ხოლმე და წუხა მქონდა თმა დააწნული აი ასე ნინომ გააკეთა და ეხლა მაქვს ეს გუჟი ცხელი ჩაი წყალი დავლიე არაფერი არ დამილევია, არაფერი არ მიჭამია და 10 მომდომებია. და ჩემ თავს ესე ვეუბნებდი რა მაგარი გოგო. რა მაგარი ხეს თურმე შეგიძლია. რა ამოივსო. რომ იდეს შეჭამხოლ რომ ხარ პირო გაუჩან. დღეს ბავშვები უნდა ამაშტყით გავუშალაში ცოტა გვიანიდის და დილას ესე გამაგვიძა იმას მაგრათიც დღეს გავუშვირა იმით მაშტყით გავუშვირა მეორე თუ მესამე გაკვეთილიდან ეწყება რაშას და დღეს ბარბარის აქვს მე მგონი მე და საზოგადოებაში გამოცდა ლაშასთან ლაშას საგანში აქ ბარბარის ყველაზე ძალიან ყველა გამოცდას ძალიან მაგის ეშლია ყოველთვის მასია ხოლმე რა მასწავლებლის ბავშვები მეტად იწურებიან ხოლმე და ეგრეც უნდა იყოს კი ნამდვილად რომ აი მაგალითად წლების წინ ბარბარესაც შაშან ანუ აქვთ ხოლმე ზოგ ბავშვს ესეთი დამოკიდებულება რომ იონესთანაც აი შენ რა გენაღლება შენ რა მარტო ლაშას საგანზე არ ლაპარაკი შენ რა გენაღლება ანუ რა რომ ლაშას პონჩი მაინც დაგიწერენ ან რაღაც ნეტა აი ხალხს ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდათ, ნერვულობდნენ ხოლმე სხვათა შორის და მე კიდე ნერვები მიშლებოდა და მინდოდა რომ გამეგლიჯა იმისი მშობელი. იმიტომ რომ ზოგადად ბავშვი რაღაცას რო ამბობს, არ ამბობს თავისი აზრს. ახლა მეც ამყავდა კლასში მასწავლებლის შვილი. ჩვენი საკუთარი დამრიგებლის ბიჭი. კახა. და მე ვფიქრობ რომ მაგაზე ძლიერი არავინ არ იყო. რო არ ესწავლა, ანუ არ დავჭერიყო და არ წაიკითხა. გაკვეთილი მასზე მაინც ყველაფერს იტყოდა. ყველაფერი ისი ცოტა რა ქვია, ეს დიალოგის ძალიან საყვარელი მეთოდი ქონდა ხოლმე ხელებით და ეს ლაპარაკი. ანუ არ გაგვჩენია რა ვიცი ბავშვებს ეგეთი დამოკიდებულება რომ კახა, იმიტომ იღებდა ნიშანს რომ იყო მასწავლებელში, იმიტომ რომ კახა ძალიან ძლიერი იყო. სხვანაირი ლოგიკური აზროვნების ადამიანი იყო და იმ თემაზეც ლაპარაკი რომელიც შენ საერთოდ გაინტერესებდა მაგრად საინტერესოდ ჩანდა ხო და მე მეშლებოდა ხოლმე ნერვები რა აი რატო მეც ბუდიშთა დავაკიდე და ბავშვებმაც იმიტომ რომ ასეთი აზროვნების აუცილებლად იქნებოდნენ და სულ მინდოდა ხოლმე ისმენ თქვა რომ დაენახათ იმ პერიოდში როგორ იწურებოდნენ ხოლმე მასწავლებლის შვილი როგორ იწურებოდა სახლში ერთი თუ მეორე იმიტომ რომ რა მეტად იმაშვებოდა მე მაგალითად ივანის გაკვეთილების ჩაბარება არ ვიბარებდი რა ვიცი დაბალა
იმაში იყო ალბათ მე-4-ში, მე-5-ში, ალბათ. რომ გენდობი თუ არასოდეს არ წახვალ ისე, იყო მომენტები, როდესაც ან ვერ ასწრებდა, სტუმრები ყავდა, ყველასთან. მე რა ვიცი, მის პასუხისმგებლობა ქონდა, რომ ამხელა ბიჭი ან ბარბარე თუნდაც ამხელა გოგო არ ამდგარი იყო, არ ჩამბარები არც მაგის გაკვეთილები და პასუხისმგებლობა იმის, რომ ამდენ ბავშვი არ ეთქვა, რომ არ ვიცი და ეგ პირველი მომენტი არის, რომ ჯერ ამხელა სირცხვილია და მეორე მომენტი არის, რომ ის იმ მასწავლებელს პატივს არ სცემ. იმიტომ რომ ერთხელ ადექი ორჯერ 10ჯერ და 200ჯერ და არ იცი, ცოტა ესე თემა, ერთი აბზაცი რო ისწავლო, ეს არის მასწავლებლის პატივის ცემა. ხო და რა ვიცი. საკმაოდ კარგად მოვიდა აქამდე და ნახოთ რა სიზავს. თავარია თვითონ იცოდეს, რომ იცის და სულ იმას ვეუბნები ხოლმე, რომ ლაშაც კი, რომ თავარია შენ იყო დარწმუნებული, რომ იცი. კარგად იცი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ეწერება იქ. ცოტა დიდში გაშავასხი. რა ისა? მალე გაცივდეს მე სანამ გავაუძებ ბავშვებს. ნახევარია უკვე. მალე გავიდა დრო. ალდა რომელიც ზუსტად 7 სეკლ და 5 რო ავდექი. 6 სეკლ და 15 რო წვიმის ხმამ გამაღვიძა და საცმელები მელა და კიდეზე და გადავწიე. წავალისებ დავწეკი და ძალიან მალე დაფიძინა, ვერ მივხვდი როდის დავწეკი. ხო და ისა. მაგრად მისიკვდილი დადგომა. ის წავიცი დღეს ჩემი ანეტა გამოცდებს თუ კიდე გადადით იქით კვირაში. დღეში 2 აქვთ ძირითადად. რო ეკითხები რა ქენდა? დავწერე, რავი, დავწერე. მაგას კი ნებისმიერს შეკითხო, დავწერე. ეხლა თავარია მოვიდეს ის დავწერეს პასუხები. რა უყო? რას თიზავენ იზავენ. თავარია წეღანათ თქვი, რომ ის პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, რომ არ მოეშუნენ სრულად და მე-12 კლასამდე, რა ვიცი, მე-11-მდე უფრო სწორად შვენივრად მოვიდა ივანი მაგ პასუხისმგებლობით და რა შეხვდა ცოტას თუ იზარმაცებს და რაღაცა რავი ის გათავისებული აქვს რომ თავისი სწავლით და თავისი იმით უნდა გაიაროს ხო მთელი ცხოვრება ანუ ის კისერზე ხო არ იჭდება თავარია ეგ იცოდეს და ეხა ნამდვილად არ დაუწყებ იმას რომ ეს რატო არ ისწავლე კარგად ეს რატო არ გააკეთე კარგად უკვე თავისი ისიც აქვს ეხა კაი რა მე-11 კლასსაც ვერ დავადგები რომ ისე ქენი 20-ში სადმიტის სიოვანი მართლა ეხა გამახსენდა ჯერ ვერ გამითვისები ჯერ ვერავ ნერვიულობ მაგაზე ბულგარეთში ერთკვირიანი პროგრამით ახალგაზრდული ცენტრის ამბებია ეგ ბილეთები უკვე ნაყიდია და რა ვიცი ჯერ ვერც ვიაზრებ მაგას რა იმიტომ რომ არ არის ეგდრობოსული იქამდე მთელი ერთი თვე არის და მე რა ისაფაც 15-ის ვერ დავიწყებ ნერვიულობას მანამდე ადრე არის ხახნო აი ახალგაზრდული ცენტრები ან ეგეთი რაღაცები თუ გააქვთ სოფლებში, ქალაქებში, რეგიონებში და რა ვიცი ბავშვებო უბრალოდ აუცილებლად მიდით აუცილებლად ისწავლეთ ინგლისური მით უმეტეს იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ხდება პირველი რაც წამოწმებენ ეს არის ინგლისურის ცოდნა და ერთ-ერთი მთავარი ის იყო ეხლა რომ ინგლისური უნდა სცოდნო და იმიტომ რომ ერთი კვირა უნდა იცხოვროს იქ ფასდება მიუხედავად იმისა რომ ბევრ უსამართლობას ვხედავთ
ასე თუ ისე სწავლა მაინც ფასდება. შენ თავში შენ როგორ გამოიყენებ მე უკვე თორე ხა ისწავლე დაჭიდე და დაელოდო აი ის როდის დავიძახებს რომ ვიმუშაო, აი ის იქ როდის დავიძახებს რომ კაბინეტში და ეგრე არ არის. ეგეთი სწავლება აი მე რეიციან ხოლმე რომ აი რაში გამომადგა. ბევრჯერ ყოფილა რომ არ გამოგადგება კი და ბევრს გავსად ცდილობების მიუხედავად დიპლომი ჰაერში დევს. მაგრამ მე გავიაზრე რომ ეგეც უნდა მომხდარიყო. ეხა უფრო კაია და ისა დაჭდე და ელოდო დიპლომი კი დაგიობდება. თუ არ ეცადე რომ გამოიყენო. ხო, იმიტომ მე სხვას ვეღარ დააბრალებ რა. ანუ უკვე შენი ბრალი არის. ვერ იტყვი რომ აი მან არ დამიძახა. თუ არ მიხველი, არ სცადე, არ დაიც, არ დაენახე, არ გამოიყენე ხელი შესაძლებლობები ესე ჰაერში არავინ არ დაგიძახებს. ასე თუ ისე სწავლა ფასდება ბავშვებო და თქვენში იმას ნუ ჩაკლავთ და სიზარმაცის გამო ნუ დატყვევთ ცარიელ ადგილზე რისი ამოსებაც შეგიძლიათ ძალიან მაგარი ცოდნით. თორე გარშემო იმდენი საზღა რაღაცას შეხვდებით, იმდენ ცუდ რაღაცას შეხვდებით. იმდენად ბევრ სანერვიულოს შეხვდებით, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ მშობლები. რო აი გარეთ რო გახვალ და ფიქრობს, რომ 1000 საზღარი რაღაცა არსებობს. და ვაიმე ჩემი შვილი მას არ მოხდეს, ამას არ მოხდეს, ეს არ გააკეთოს, ის არ გააკეთოს. არ გააკეთოთ ეგ. ნუ დაინგრევთ ცხოვრებას, რამდენიმე დღის წინ მოყვებოდათ ალბათ და ნახავდით თქვენს Facebook-ზე საბადმყოფოს კი არა და სასტრაფოს მანქანაში იჯდა ბიჭი დაახლოებით 35 წლის ალბათ 30-35 წლის რომელიც იქცეოდა როგორც პირველ ყოფილი ეგრეს იჯდა და ესე დორბლი კაფი გადმოსდიოდა პირიდან ხაოდა იმაშებოდა და ეს იყო იმ ბიონარკოტიკებით და მოსაწევებით მიღებული ტვინის ტრავმა. აბა სხვა რა ზიანდება, ორგანიზმი ყველაფერი ზიანდება, მაგრამ ტვინი აი მას გაიქეცით. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეგხვდებათ. არა თქვათ, არასოდეს არავისთვის, არავის გამო არ გააკეთოთ, რომ აი ვიღაცის ხათრის გამო აი ამან გააკეთა, ამან სცადა უირა კარგი, ეხლა მოდი აბა ერთხელ და მე მაინც აღარ ვიზა. ანუ ეს ერთხელ არ გააკეთოთ. აი იმდენად საშინელება აი რომ წარმოიდგენ, აი რომ ყველაფერს აკეთებ და რაღაცა მომავალი გაქვს წინ დადახული შენი შვილის და რო აკეთებს ყველაფერს და რაღაცა და მე აღმოჩნდება ბოდიში და ვიღაცა დეგენერატების გარემოცვაში ძალით გააკეთებინეს არ მაგას, იმიტომ რომ ეგ სიტყვა არ მიყვარს, დაიჭირეს და ძალით გააკეთებინეს არ. ისეთ სიტუაციაში ჩააგდეს, იქ ახლა კაცობის თემა რა მოხდა ბიჭო და ეს ერთი ჩემი ხათრით და შენი ხათრით და მამა შენის ხათრით და ეს ბავშვებს საჭმელს რო აჭმევენ და ჩემი ხათრით. ხო და რაღაც მომენტში აღმოჩნდება რომ ვიღაცას ხათრს ვერ გაუტეხავთ და იმ საშინელებაში ჩაყოფთ ფეხს, რომელიც საშინელებიდანაც არ ვიცი როგორ უნდა გამოგვიდეთ. დამიჯერეთ უარის თქმა უფრო ადვილია ვიდრე იქიდან თავის დახსნა მე. ნუ გაიმწარებთ ახალგაზრდობას, ბავშვობას, მომავალს და მშობლებს, რომ ყველაფერს ვაკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცა მომავალი გქონდეთ და თქვენ ამ ყველაფერს აი იყიდებთ უბრალოდ. ანუ რა ქვია მაგას? ძალიან ძნელი არის რა, ეხლა წარმოიდგინე, რომ მე ამ ეს ყველაფერი გადმოვამხომე ჩემ თავზე. მე ჩემ შვილებზე როგორ წარმომიდგენია აი მაგალითად მე რო გამეკეთებინა რაღაცა და ანუ ეგრა იყო მთელი ცხოვრება რომ ჩემები გაჭირვების ჟამს რომ რა ვიცი მშივრები რო არ ყოფილიყავით და არ აქციოდეს და რაღაცა მაგისტვის ტანჯებოდნენ რომ მე ეგრე წოდებულად ვიღაცას ხათრი არ გაუტეხო და რაღაცაში გავყოთავი და მთავრდა მაგით ვეცი პატივი ჩათვალე თელ ჩემს ნათესაობას, ვისაც ჩემზე ამაგი აქვს, ხო? და რავი,
გავიქნიე იმათი წვალება. მე გადმოვამხოლე ეს ჩემ თავზე, რომ აი ყველაფერი რაღაცა ცდილობ ის როგორც დედა არ აქვს მნიშვნელობა, მამა, ბაბუ არ აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრი შვილი შენთვის აკეთებს რაღაცას და ამ დროს შეგიძლია მარტო ამით იმართო თავი, რომ რა უყო უარი ვერა ვთქვი. რატო? აი ესეთ რაღაცებზე ისწავლე თუ არის თქმა. იმიტომ რომ აი სადაც გაიხედები, ეგ პრობლემა არის. სადაც გაიხედები, დასალევის პრობლემა, მოსაწევის პრობლემა. რავი, ხალხს ბაღჩებში პამიდურები არ უდგა და ეგენი უდგა. ძალიან დიდი პრობლემაა ეგ. და იმ კანონმა რომელიღაცა ხო დაუშვეს რა, რომ არ არის კანონი და რომ მოიხმარეთ. ამ გამოფრუნტუნებულ ხალხს კიდე ეგ უნდა? რასამხ ხა კანონით რო არ შეიძლება და ვერ იხმარდნენ. ეხლა ლეგალიზებული სოკა ხადეს. რა გიშველებთ? სადა ფიქრობთ, ტვინისა და გაქვთ მაგ დროს მაინტერესებს. კაი თბილისში კიდე ხო. იმ ხრივ რო რაღაცა კი დადიან და ეძებენ და შოულებენ, მაგრამ აი სადაც ბაღები აქვთ სოფლებში და რაღაცეებში ბიბინებს ყველას გაშოროთ აი ეგეთი რაღაცა. აი მე იცი რა კვირს ძალიან დიდად აღარ გავახსენებ, უნდა გავახუძო ხა ბავშვები. იცი რა მეკვირს მე ნუ თუ ძალიან ძნელია ხო ბევრისთვის სიტყვაზე გაჩნია ვის რა პრობლემა აქვს, რომ რეალურად ფხიზლად შეხვდე პირისპირ პრობლემას და ან გადაჭრა, ან ეცადო რომ გადაჭრა ფხიზელი თვალი. იმიტომ რომ როდესაც აი ესეთ რაღაცას შეჯახებიან, ხო მე სუსტდებიან თითქოს უფრო და მე ცდილობენ ცალკე დასალევი, ცალკე ის რომ რაღაცა ისე ცუდად ბევრს ისე ცუდად ვიყავი რაღაცა რომ ფხიზელი თვალით ამას რატო ვერ შეხედავ ფხიზი გული გაგისყდება თუ რა მონახიან გადაჭრის გზები ალტერნატივი, იმიტომ რომ იმ რაღაცა საზიზღრობიდან რომ გამოდიხარ ამ პრობლემის წინაშე მაინც ხოთქა ხარ. ანუ მე ვფიქრობ რომ ეგეთი ადამიანები არიან უმაგრესად სუსტები, რომელიც მასეთ გადახურვას აკეთებენ. იმიტომ პრობლემა რეალურად პრობლემად რჩება. უბრალოდ ცოტა ხანი სირაქლების პოზაში მემალებით, ხო? მე რა ვემალებ? მეც მივყევი. ისედაც ამხელა ცხოვრება და სულ უნდა სიზმაში გავატარო. თუ არა და უფრო მაგარი ის არის, რომ იმ პრობლემას ნუ შეეჩეხები. ისე იცხოვრე, ისე ნუ რა თქმა უნდა ხა არის პრობლემები, როგორც უნდა იცხოვრო რაღაცა, მაგრამ პრობლემების სიმძიმესაც ხო გააჩნია. თავიდანვე ვისწავლოთ რაღაცაზე უარის თქმა, რომ იმ რაღაცა პრობლემასაც არ შევეჩეხოთ. თავს ვცეთ პატივი, მშობლებს ვცეთ, ოჯახს ვცეთ პატივი, ჩვენ მომავალს ვცეთ პატივი, რითაც დავიბადეთ. საერთოდ არ აქვს გააზრებული ის, რომ იმ სულს, რასაც ჩვენ ვამახინჯებთ და ვაუბედურებთ, ის ჩვენი არა. საერთოდ არ გვეკუთვნის. ბევრს ვთქვი ამ ჩემი და რასაც მინდა იმას ვუზავ. არაში. და ანადგურებ შენ სხეულსაც და სულსაც. და ეს არ არის მსუბუქი ამბავი. ეს არ არის რა, მოდი რა, ეხა გავალა ესე რაღაცა და მოვალ და ცოტა ხანში კაი ხასიათზე ვიქნე. ისე იყავ კაი ხასიათზე. უფრო კაი ხასიათზე არ იქნები, როდესაც ვიცი ყველანაირი პრობლემა ან გადავჭერი, ან მაქვს ის გზები, რაც გადავჭრა. ისე ვამბობ სიტყვიერად ამ პრობლემას, ხო, ახლა ცხოვრებაში რაღაცა ეტაპები ხო არის, რაღაცა გვხდება, გადასალახია, გასააზრებელია.
ანუ წავიდე მოვწიო, მოვიდე ისევ ეს დამხვდეს. ამას რა? ეს პრობლემა ისევ აყოფილა, ვიტყვი, წავალ ისევ, მოვალ, ისევ არის. და დავჭი გამოპრუტუნებული. არ არის კარგი, ანუ სუსტები ვარ, სუსტები. და მაგ დროს ელემენტარული რას ფიქრობ შენი ოჯახის წევრის არ გვაინტერესებს. რამდენად სტკივა საერთოდ არ გვაინტერესებს. ბევრს ისიც ვთქვია, რომ აი ხო არაფერს არ ვაშავებ. აუცილებელია საკუთარ თავს იშავებ და ამით ეხლა ელემენტარული რა გაიაზროთ, რომ შენმა შვილმა რო ეს გააკეთოს. ეს ჩემი დაშავება კი არა, ჩემი განადგურებაა, ხო? აუცილებელია მოვიდეს ვიღაცა დალეწოს და ეს და ეს დაშავება. ის უკვე დაშავებაა, რომ შენ ეგ ნაბიჯი გადადგე. მოსცილდით ამ ყველაფერს, გამოდით მაგედან. ისეც რა ვიცი, ყველას ეს სიცოცხლის სასაკირავით ჩამოვიდა 50-ზე. ადრე თუ 80 წლამდე მიდიოდა ხალხი, სადღა 60-მდე მივკაკუნობთ, ისედაც და ეს 60 წელი ისევ ამბობთ, რომ ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს ყველა. იყავი რა, ხიზელი თვალით შეხედე ყველაფერი. წავიდი. Vai.